წავედით სასტუმროში. აი ესეც ზღაპრულ სასტუმროში დავჭით სტრასბურგში ერთი ღამით თვითონ ქალაქიც ესეთივე ზღაპრული არის ძალიან განსხვავებულია სხვა ქალაქებისგან რაც კიდეს მემინახავს ძალიან ლამაზ ქუჩებში ვიარეთ და გავიარა შემთხვევით სკოლასთან და ისეთი საყვარელი გარემო იყო რომ აი არ ვიცი მშობლები აკითხავდნენ ბავშვებს და ველოსიპედით მიყავდათ სახლებში. მე წავედით და მივირთვით გემრიელად. ძალიან უცხო კერძი აიღო ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა, რაღაცნაირად ცომი იყო დაბრაწული და ასევე ავიღეთ სალათა. საკმაოდ საინტერესო იყო, თან მომეწონა, თან ცოტა უცხო იყო. მე ნაყინებით დავაყოლეთ, რა თქმა უნდა. და აი ამ ულამაზეს ხედის ფონზე მივირთმევდით. სხვათა შორის უგემრიელესი ნაყინი იყო და მე ყოველთვის ვუკვეთავ ხოლმე შოკოლადის ნაყინს და ვადარებ ხოლმე სად უფრო მომწონება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა შოკოლადშიც კი. მე გავაგრძელეთ გზა. ჩვენი სასტუმრო იყო, აი რაც კი შეიძლება საუკეთესო ადგილი არჩევ ქალაქში, აი ზუსტად ეგეთ ადგილას, იმიტომ რომ აი ეს უშველებელი კათედრალი ერთად ხედავთ და ულამაზესი, ზუსტად მის, რა ვიცი, 2-3 წუთის სავალზე იყო და ძალიან კომფორტული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთი ღამით რჩებით. მე ესე ვიჯექით და ვუყურავდით, რამდენიმე საათი ალბათ გავჩერდით, ძალიან კარგი ხედით ვსვავდით სასმელებს და მე გადავინაცვლით უკვე Uniqlo-ში, სადაც ცოტა წავიშოპინგეთ, რა თქმა უნდა, მოვასწარით ეგეც. მე შევედით სამშენებლობის მაღაზიაში, თითქმის ყველა ქვეყანაში აქვთ მაღაზია და რაღაცნაირად ძალიან მიყვარს ხოლმე აქ შემობოდიალება, დავათვალიერებ ხოლმე რაღაცებს, არაფერი არ მეყიდია ამჯერად და მე ისევ გავაგრძელე ცეირნობა. დავიწერეთ როგორ მოგეწონათ ეს ქალაქი.